უწყვეტი პროევროპული დემონსტრაციების 121 დღეს ქართული ოცნების სადავო საგამოძიებო კომისიის სხდომის პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ამ კომისიაზე 2008 წლის ომის ვეტერანების მოსმენის გამო დაიგეგმა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ვეტერანები ბოდიშს არ იხდიან და რომ მოღალატეები გმირებს ვერ გაასამართლებენ. მათ თანახმად სხდომის მიმდინარეობისას არალეგიტიმური კომისიის და მისი თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის წარსულის და გმირების შეურაცხყოფის ტოლფასია. თავდაპირველად აქციის მონაწილეებს პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა, რასაც საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვა შეძლეს. მათ შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე ორი აქტივისტი თამარ კურატიშვილი და ლილუ შაველაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებისას თამარ კურატიშვილს თან ჰქონდა ბანერი წარწერით „ანწუხელიძე უკვდავია“. დღეს ჩემი მეგობარი თამარ კურატიშვილი დააკავეს აი ამ ბანერის გამო, რომელზეც ეწერა, რომ ანწუხელიძე არის უკვდავი. ჩვენი სამართალდამცავები რაღაცნაირად ახერხებენ, რომ ანწუხელიძის ხსოვნის და გმირობის დაცვის მაგივრად იცავენ თეა წულუკიანს, იცავენ რუსულ მთავრობას და ეს ხალხი დღეს აქ დგას მაგიტომ, იმიტომ რომ ეს ადამიანები წესით უნდა ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს გმირებს, მათ ხსოვნას. ანწუხელიძის ნახევარი აქ რომელიმეს გაეკეთებინა, დღეს აქ ესე მშვიდად ვერ იდგებოდნენ, დღეს აქ ადამიანებს ვერ დააკავებდნენ ბანერების გამო და იმის გამო, რომ თავიანთი ქვეყნისთვის იბრძვიან. ერთადერთი რასაც ისინი ვერ თვლიან ხოლმე, როგორც ევროკავშირზე უარის თქმის დროს, არის რაღაც თემები, რაზეც ქართველი ხალხი ბრაზდება მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და აგვისტოს ომი ერთ-ერთი ეგეთი თემა არის. მით უმეტეს ანწუხელიძის სახელი უკვე საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და ზუსტად ამას შეეხო რეჟიმი დღეს და ეგეც მათთვის გარდაუვალი იყო. შეუძლებელია საქართველოს დააბრალო ომი პოლიტიკური მიზნების გამო და არ გათხვარო ჯარი და სამწუხაროდ ამას აკეთებენ. უბრალოდ დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ჯარის მხარეს დადგება და თავის მხრივ ჯარიც თავისათქმელს იტყვის. აქციაზე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც. 28 მარტს პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი და 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა დაკითხეს. სხდომის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოდან გამოსულ ავტომობილებს შეძახილებით შეხვდნენ. როგორც ცნობილია, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მმართველი პარტია გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს რიგი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე.